გამარჯობათ, მეგობრებო, ნაცნობებო, უცნობებო, ვინც უბრალოდ დაინტერესებული ხართ ევროპაში ზღოლად მუშაობის სატვირთო მანქანაზე. მინდათ არა ნაკლებ მნიშვნელოვან თემაზე ვისაუბრო, ანუ ნავიგატორზე. ნავიგატორი როგორი ხმაროთ და კერძოდ მე მაგალითად ხმარობ Aigo Primos ნავიგატორს, ნავიგაციურ სისტემას. კი უკეთესებიც არსებობს, დავუშვათ TomTom-ი და Garmin-ი და ასე შემდეგ, მაგრამ აქ ჩვენთან Aigo Primo-ა გავრცელებული ძალიან დიდად. ერთი ეფია და მე TomTom-ი რო იყიდო ოფიციალურად 400 და 500 ევრო უნდა. ეს ხდება სულ რაღაც 70 ევროს აძლევ ნავიგატორს თავის პროგრამიანად. და მინდა ამ პატარა ვიდეოში ესე იგი გაჩვენოთ როგორ ვიხმაროთ, როგორ ვისარგებლოთ ამ ნავიგაციური სისტემით, ამ პროგრამით, როგორ დავსვათ ეგრეთ წოდებული შუალედური დროშები. შეიძლება ნავიგატორ შენ უშუალოდ იტალიიდან მიდიხარ ანტვერპენში, სიტყვაზე ვთქვათ მილანიდან, ნავიგატორი გაგიბავს მარშრუტს თავის ჭკუაზე, მაგრამ შეიძლება შენ არ გაწყობს ამ გზით წასვლა. შეიძლება დისპეჩერი გეუბნება, ნავიგატორი გაგიბავს შვეიცარიის გავლით, მაგრამ ჩვენ შვეიცარია არ გვაწყობს. გვინდა სხვანაირად წავიდეთ და ამას ახლა გავაკეთებ. აგერ ახლა მაგალითად გადავიღებ ვიდეოს, როგორ ვქნათ ისე, რომ დავსვათ, ანუ მარშრუტი გავალაგოთ ისე, როგორ ჩვენ გვინდა. ან როგორც ჩვენი დისპეჩერი გვეუბნება, რომ ამ გზით იარეთ. აი ნახოთ რა. ეს არის ჩვეულებრივი Aigo Primos ნავიგაცია. დავაჭიროთ ხელი. ითვლება Aigo Primo, ქვია ასე ამ პროგრამას. მე ახლა აქ მაგალითად ჯერ ასე აქ უკვე გალაგებული მაქვს მარშრუტი. და დავაჭირებ ჩემი მარშრუტი ხელი და რაღაცა გადავიდე და გოდიში რომ აგერ ქვევით პადბენიუში და აქ არის სვედენია მარშრუტი. სვედენია მარშრუტი არის დაუშვათ რამდენი კილომეტრი არის. აგერ ამას კიდე პადბენიუ აქვს კრატკა დაუშვათ. ახლა მე აგერ ფლაჟოკები დასმული მაქვს დაუშვათ. აქ ბილეთი უნდა ვიყიდო ტუნელის იქამდე დარჩენილი მაქვს 173 კილომეტრი. მე დაუშვათ ზაправკამდე დარჩენილი მაქვს 284 კილომეტრი, სადაც უნდა ჩავასხო საწვავი. და ასე დაუშვათ აღვხურებ, მე რომ მივიდე დაუშვათ დანიშნულების ადგილამდე, სადღაც 7-8 ალამი მაქვს დასმული. კარგი, ახლა ამას რო არ დამეკარქოს და გამოვალთ უკან, შევალთ ისევ პადბენიუში, რომ უშუალოდ არ დავკარქვი, სახრანიც მარშრუტ 003. всё готово. ახლა იზმენიც მარშრუტ. ახლა დავტოვებ მარტო იმ ტოჩკას, რომელშიც უნდა მივიდე. აი, უშუალოდ წავშალოთ ეგენი. ეს არის უკვე პერეხოთ. მივედით და დავუგრით ახლა როგორ გაგვილაგებს მარშრუტს ეს ჩვენი სანავიგაციო სისტემა. ითვირთება მარშრუტი არის სადღაც 1100 კილომეტრამდე.
სრულად დიდხანს ფიქრობს. და შეხედეთ ახლა. აი მარშრუტი. აი პაეხალი მივეცით. ახლა მივცეთ აბზორი. ანუ რომელი გზით მივყავარ. აგერ ვათხოვ ახლა, აი ჩერე შვეიცარიით მივყავარ. რომელიც მე არ მაწყობს. არ მაწყობს ეს შვეიცარიის წასვლა. ამისათვის მე მივდივარ მონ ბლანის ტუნელით. აგერ ავდგები და ერთ პლაჟოქს დავსვამ, აი აქ ჟენევის ქვევით, რომ შვეიცარიაში არ შემეყვანოს ისევ. აი გამოვედით უკან. აი შეიძლება ახლა იზმენიც მარშრუტ. ეკამდე პლუს მივცემ ხელს, პოისკ ნაკარტი. და სად მინდა დავსვა, რომ უშუალოდ შვეიცარიაში არ შემეყვანოს. ამისათვის აგერა მომლანი მოდის აგერ ამ გზით ერთ პლაჟოქს ალამს ქართულად ასე ვთქვათ. დავსვამ აი აქ უნდა გაადიდოთ ეგი ბოლომდე, რომ გამოჩნდეს ავტომაგისტრალი ზუსტად შენ გვერდზე უნდა დასვამ. მეორე გვერდზე დასვამ ტოჩკასაც აგიყვანს უგუღმა. კარგი, ეს ერთი დავსვით. ამის მერე კიდევ ახლა ერთი დაგჭირდება დასმა. მე მიდივარ ანტვერპენში. აი დუშვათ ახლა მე მინდა წავიდე აგერ ერთ ტოჩკას აგერ დავსვამ. ვადიდებთ, რომ წერტილი ზუსტად დავსვათ იქ სადაც ჩვენ გვინდა. დავსვით და მივცეთ პერეხოდი. უკვე ალაგებს მარშრუტს. აი, ხო შეხედეთ ახლა, მიჯებო? всё, შვეიცარიას უვარეთ გვერდი, გამოვდივართ საფრანგეთში. ამოვალთ და უკვე всё, მიდივართ გევლით ბრიუსელს, გევლით ანტვერპენს და всё. აი ასე შეგიძლიათ დასვათ ალმევი და რომელი ტერიტორიაც არ გინდა, რომ უვაროთ იმას გვერდი. всё. ეგაა და ეგ მეტი არაფერი.